ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილის განამეო გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავთ. ძალიან დავიღალე ამდენი შრომით, მგონი დროა ცოტა მეც გავერთო. ხო და წავალ მაღალჩენკოს ინტერვიუ ყოფილა ოდესა 2-ზე. დავჯდები და ვუყურებ. ამა წლის 2 ივნისს მოქალაქე მაღალჩენკომ ოდესის შემოგარენში კიდევ ერთხელ დაკარგა ნამუსი. ნამუსი არის 9 წლის ნახმარი და მკვეთრად შელახული. თუ კი ვინმე იპოვით ნამუსს, გთხოვთ სარესტავრაციოდ მიუტანოთ გიორგი გაბუნიას. პროცედებს იმიტომ უყურებ სკეპტიკურად, რომ ჩვენ გვაქვს საქმე შულერთან. ეხლა შულერთან კარტის სათამაშოდ დაჯდები? შულერთან არ უნდა დაჯდე პოკერის სათამაშოდ. იმიტომ რომ ამ კაცს უკვე გამზადებული აქვს, ეხლა აშკარად გააყალბა აღწერის შედეგი. ნუ არ არის საქართველოს 3 მილიონი 700,000 მოსხა. ეხლა ეს ისეთი სისულელეა. როგორ ყოველ წელიწადს იყო პოზიტიური შემოსვლის ბალანსი 2008-ის გარდა როგორც ითხარით? და რანაირად შეცდა მოსახლეობა კიო არის ეს თუ როგორ აორთქლამდე, მაგრამ ნახეთ სად დაიყვანა? რუსეთში დააფიქსირა რომ არის 800,000 საქართველოს მოქალაქე. რატო რუსეთში? იმიტომ რუსეთში ჩოლებად გაიხსნება საარჩევნო უბნები, როგორც შევარდნაძემ და მაშინ აბაშიძემ, მაშინ ელჩმა და ეხლა ამის თავარმა წარმომადგენლმა რუსეთში, ზუსტად იციან როგორ ჩამოიტანა რუსეთიდან ხმები. 800,000 მოქალაქე არა ტოროლა. დაგვენგრა ქვეყანა თავზე კაცო. აქედანვე აყალბებენ არჩევნებს ესენი. აფსუს ჩემი მაღალშენკოს დრო. გაყალბება კი არა, ეგაზრი რომ მოქსო და საერთოდ თავში ისე მკაცრად დაგაწინაურებდნენ და ისე სასტიკად შეგაკებდნენ რომ ტრისას. არა, შეიძლება ახლა ისეც კი ხდებოდა რომ 1-2 კალამი თავისით ხაზავდა ხუთიანს. მერე ის კონვერტიც თავისით ხდებოდა ყუთში. მერე ის ყუთიც თავისით უხდებოდა ნიღბიან ხალხს ხელში. სახელმწიფო სამსახურში მყოფი ხალხიც თავისით მიდიოდა ძალდატანებით არჩევნებზე და იმ არჩევნებზეც უფრო მეტი კარუსელი ტრიალებდა ვიდრე მუშტაეთში, მაგრამ ეგ იყო 1-2 შემთხვევა. ანუ კაი, ხა 3, 4, 5, 6 10,725, 10,728, ხო და აბა ეგ რა მოსატანია ახლა იმ სიკეთებდა, რაც ჩემს მაღალშენკოს მოქონდა. არა ბიჭო და ახლა ახლანდელი მთავრობიდან იტყვის ვინმე ასეთ რამეებს რაღაც. იმიტომ რომ ივანიშვილის რომ არის პირადი ბოღმა არის, მისი პირადი კომპლექსები, უნიჭო ადამიანის კომპლექსებია, ოროსნის კომპლექსებია ხუთოსნის მიმართ. როგორ მომნატრევია შენი უბადლო ლექსიკა, ჩემო ფანტაზიის ზღვავ და ნიჭის მაგარო. კარგი ბიჭი ხარ, კარგი, მაგრამ ისა ცოტა მოუმატე. ყავს ვიღაც მაჯლაჯუნა მინისტრი, რომელიც ამტკიცებს, რომ უნდა მაქსიმალურად გაუძნელონ უცხოელებს საქართველოს შემოსვლას. შემოგევლე მე, ისიც დაამატე, ბარემ რომ მაგ მინისტრს აიდი ბარათებში სულ მხეცები და მაჯლაჯუნები აქვს და ეგ იქნება კაცო. მოკლედ მივიღე დღევანდელი დოზა, ოღონდ აი ბოლოსკენ ის კიდევ ერთხელ გაუშვი, ასე რგო, ისა გიხიწე გაუშვი და 800,000 მოქალაქე არა ტოროლა. ნეტავ, რაც ვითხოვთ ამ კაცისგან გამარგვიერეთ. კი ვხედავთ რაცა. გუბერნატორი არა ის ტოროლა. ვიძახებ მაღალშენკოს დოხ, ციბიდოხ. ისე მოიტყუა. გაჩნდება არა ჩემი ტოროლა. შესაძლოა თქვენი პოლიტიკური გუნდი 2016 წლის არჩევნებზე ვერ იყოს გამარჯვებული. არა, მე დარწმუნებული ვარ, არ მხოლოდ 2016 შეიძლება უფრო ჩქარა განვითარდეს მოვლენები საქართველოში და იმ წუთს, როცა მე ქართულ ხალხს დავჭირდები, ამაზე ილუზია ნურავის ნუ ექნება, იმ წუთს გავჩნდები იქ. ასე რომ თუ ვინმეს აქვს იმედი რომ თავიდან მომიშოვა, შეიძლება ზედმეტად თავი არ დაიმშვიდოს. აჰა ბატონო, თქვენ კაცმა თქვენ ოღონდ სახელი ახსენე და მაშინვე მან გავჩნდებიო. ხო და ბაცადოთ, ერთ წუთით ჩამოდი, გჭირდები, ჩემო მაღალ. ნამაღლარო, მაღალშენკო, იმ 9 წელო,
უდავითეს უაღმაშენებლესო, ტურისტების მაგნიტო, ლაზიკელი ბაყაყების იმედო, დემოკრატიის დრიტავ და დუღაბო. მელ გიბსონზე უფრო მამაცო გულო. პიჯაკიანი ავადმყოფების მეოხევ. ვა, არც ერთი ნაცნობის სახელის დასახება არ გაჭრეთ. არა და კიდევ ახლა კი მაქვს 309-მდე ვერსია დარჩენილი, მაგრამ იმას ეთერში ვერ ვიტყვი სირცხვილი. ის ახლა მაღალშენკოსიც ვერაფრით გამიგია კაცო. ბადაშვილიდან დაწყებული პრემიეროვიჩი დამთავრებული ყველა მაგას ეძახის, ჩამოდი გჭირდებიო და მაგათ რას უწუნებს ნეტავი ახლა? ქართველ ხალხობას, ხა. ახლა მაინც ანდრონიკაშვილება წერეთლება და ამილახრება უნდა დაუძახო. სინამდვილეში ჩამოხვიდე კი არა, დარჩი მან სადაც ხარ, ჩემო მაღალშენკო. ახლა შენს ჩამოსვლას ისევ ის ჯობია წყალი რომ ჩამოვიდეს მეზობლისგან. სულ მინიმუმ იმიტომ რომ ეხა ჭერიდან ლაქების მოშორებას 9 წელი ნამდვილად არ დაშირდება. მაღალშენკო ამბობს, ღარიბაშვილმა კი არა, ქართველმა ხალხმა დამიძახოს და მაშინვე იგავჩდებიო. ვინ ქართველმა ხალხმაო? ვინ და აი შერონ სტოუნმა, დოქტორ დოტმა, რუსლანამ, რა ცოტაო? მაღალშენკო ბობოქრობს, ივანიშვილს ბოლო ცენტამდე წავართმევ და ქართველ ხალხს დაუბრუნებ, რომ დარწმუნდეთ როგორ მიყვარსო. ვინ, ქართველი ხალხიო? არა, ფულის წართმევაო. არა, რა ბედი აქვს ახლა ამ ჩვენს მაღალშენკოს, ხა? აი ბადაშვილს უკვე ჩავლებული რომ ქონდა მსახრალი საცეცები, უცბად დიპლომატიური პასპორტი და შესაბამისი იმუნიტეტი არ წამოეშველა, კაცო. გადარჩა ანუ დაჭერას. თუ არ არის ასე. თუ შეიძლება გაგვარკვიეთ ქალბატონო თეა? პირს, რომელსაც აქვს რომელიმე ქვეყნის დიპლომატიური პასპორტი, მას იცავს იმუნიტეტი, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნისგან. აქედან გამომდინარე, საქართველოს მნიშვნელოვანია შეინარჩუნოს ის მცირე, მაგრამ მაინც ბერკეტები, რაც მას დღეს აქვს, იმისთვის, რომ თუ კი ამგვარი პირი დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი მოადგება ჩვენ საზღვარს, ჩვენ მაინც შეგვეძლოს ეს ადამიანი წარმოადგინოთ ქართული კანონის წინაშე. აი სულ ტყუილად წუწუნებდით თურმე. მიუხედავად იმისა, რომ მაღალშენკოს იმუნიტეტი იცავს, ჩვენს თავრობას მაინც ქონია მისი დაკავების ბერკეტები. და რა კი ამ ბერკეტების ჩამოთვლა ქალბატონმა თეამ აღარ ინება, ავდგები და ისევ მე, ესე იგი, ვინებე. დავფიქრდეთ ერთი. უი მეგაც. რა უნდა მაგას ბერკეტების მეტი და ყოფილა კაცო. მაგალითად ახლა, თუ კი მაღალშენკო საქართველოს საზღვრებს მოადგება, ჩვენ შეგვიძლია პირველი, მცირე ხნით მსოფლიოსთან დიპლომატიური ურთიერთობა გავწყვიტოთ, დავაკავოთ მაღალშენკო და ისევ აღვადგინოთ, თუ კი მსოფლიომ უარი არ გითხრა. მეორე, მაღალშენკოს დავუხიოთ დიპლომატიური პასპორტი. მესამე, დავიძახოთ ვისაც ახლა ჯიბეში დიპლომატიური პასპორტი უდევს, მძღნერად ეგწესო და ხა თავმოყარე მაღალშენკო თვითონვე გადააგდებს იმ პასპორტს. მეოთხე, ციხეში შევაგზავნოთ ქართველი ხალხი და მაღალშენკოსთვის დავაძახებინოთ მოდიო. თავმოყარე მაღალშენკო რა თქმა უნდა, თავის სიტყვას არ გადავა და მოვა. მეხუთე, საზღვრის გაყოლებაზე დავრგოთ მტაცებელი მცენარე, რომელიც საზღვარს მომდგარ იმუნიტეტიან ადამიანებს დაიჭერს და კანონის წინაშე წარადგენს. ამას ახლა მცენარე იზავს და ჩვენ არაფერ შუაში ვიქნებით. მოკლედ ახლა რეგლამენტი არ მაძლევს საშუალებას რომ გავაგრძელოთ, თორემ ბერკეტები გვაქვს და თანაც უთვალავი. ასე რომ ქალბატონო თეა და დანარჩენო მთავრობა, როცა რაღაცას ამბობთ, ჯერ დაფიქრდით, ხო? ისიც გეყოფათ რაღაცებს დაუფიქრებლად რომ აკეთებთ. სენსაცია. ფიდელ კასტრო გადადგა. უკაცრავად, იოზეფ სტალინ კი არა და სუმეშლება. ზეპ ბლატერი გაიქცა, ფეხბურთი თავისუფალია. ყატარში და რუსეთში შავი დროშები აღმართეს. პირს, რომელსაც მეხუთე ვადით არჩევიდან 4 დღის შემდეგ იოზეფ ბლატერი FIFA-ს პრეზიდენტის პოსტოვებს გადადგომის შესახებ საგანგებო განცხადება მან ციურიხში რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიზეზად FIFA-ს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას ასახელებს. ბლატერი მისი შემცველის ასარჩევად FIFA-ს რიგარეშე კონგრესის მოწვევას ითხოვს. სკანდალში FIFA გასულ კვირას გაეხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ ერთდროულად დაიწყო გამოძიება შვეიცარიამ და შეერთებულმა შტატებმა ქრთამის აღების და კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალი 14 ადამიანს წაუყენეს. მიუხედავად ამისა, კონგრესმა მეხუთე ვადით FIFA-ს პრეზიდენტად მაინც ბლატერი აირჩია. იშ, გამოიღე რუსეთო, აღარც ბლატერი ყავს და შესაბამისად აღარც ბლატები. ისე ძალიან საჭოთ კი დაემთხვა ეს ყველაფერი ჩემი მაღალშენკოს დანიშნვას ოდესის გუბერნატორად. 100%-იანი მაგის ნაჩალიჩარია კი? ეგ დაურეკავდა ბლატერს და ეთქო და გადადექიო. მოც რა იყო რა გაგიკვირდათ ახლა აქამდე არ დაურეკავს ახლა დარჩეული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის მაგ მოთხოვნით თუ რა მალე ყოველივეს ნათელი მოეფინება
რას ქვია როდის? როდის და აი მაშინ ყატარიდან ოდესაში რო გადაიტანენ მსოფლიო ჩემპიონატს. ო. არა და ვინც ის კაცო ცოტა ხანიც რომ გაჩერებულიყო ბლატერი, უკვე ისეთ ასაკშია, შეიძლება ჩვენთანაც ჩაეტარებინა ერთი მსოფლიო ჩემპიონატი. ნუ ეხლა რითი ვარ თვითონ ყატარზე და რუსეთზე ნაკლები, ჰა? და თან ეხლა ჩემი ჩაანალიზებითაც 2020 წელს უწევდა საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატს ჩატარება. FIFA შტაბ-ბინაში შედის ლოყებ ღაშღაჟა ულვაშიანი კაცი. მე დამნიშნე სახალ პრეზიდენტად. შენ ვინ ხარო? მე ბიზნეს ფიზკულტურის მასწავლებელიო. წულუკიანი ამბობს, სააკაშვილს კი ვერ ვიჭერთ, მაგრამ ერთი ბერკეტი მაინც გვაქვსო. მე როგორ უნდა გამოიყენოთო? როგორ და კარგად გავაშალაშინებთ და ვდრუზავთ თავშიო. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასი კოუდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია, დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბა რა. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქსი. ლიდერი ქართულ ბაზარზე.